ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერის და ფონდი ბილივის ინიციატივით ჩატარდა. ნარგავების მოვლა პატრონობაზე სკოლის მოსწავლეები ისრუნებენ. საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ტყის ეკოსისტემის შესახებ ეკოგაკვეტილიც ჩატარდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიის დარგე ხე მიზანი ტყის მოვლა აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. დღის მნიშვნელობა სწორედ ამაში გამოიხატება, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას ტყეების მნიშვნელობის შესახებ. ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების, შემეცნებითი შეხვედრები, განსაკუთრებით მოსწავლე ახალგაზრდებთან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ კამპანიას ახორციელებს ამ მიმართულებით და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს გარდა ასეთი ძალიან საინტერესო შეხვედრისა დამატებით სიმბოლურად რამდენიმე ნერგით შევმატეთ ერთ-ერთი სკოლის ეზოს. 22 ოქტომბერი, როგორც ვიცით, არის ხის დარგვის საერთაშორისო დღე და ამ დღესთან დაკავშირებით მეხუთე სკოლაში ჩვენ გვესტუმრა ეროვნული სატყეო სააგენტოს წევრები, რომლებმაც ძალიან ამომწურავი პასუხი გაგვცეს ჩვენს კითხვებზე. ამის შემდგომ ჩატარდა ხის დარგვის აქცია, ბავშვებმა დაურგეთ ხეები, რაც ძალიან საინტერესო იყო.